ჩვენ დავუბრუნდით, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს და როგორც დაგვირდით, გვყავს სტუმარი, ეს არის ბატონი მამუკა გონჯილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. ჩვენ ვსაუბრობთ დიაბეტის შესახებ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონო მამუკა. მადლობა. ბატონო მამუკა, მინდა გთხოვთ საუბარს დავიწყებთ, რომ ვისაუბროთ ისე, შეძლებს დაგვარად უნებრივია, რომ სპენდელისთვის მარტივი გასაგებია ტერმინოლოგიით, ხო, არ დავამძიმებთ. სანამ დავიწყებთ უშუალოდ ამ ოპერაციაზე, ამ ქირურგიულ ჩარევაზე საუბარზე, მე მგონია უჯობესია თქვათ გავმიჯნოთ ჯერ დიაბეტი ტიპი 1, ტიპი 2, იმიტომ რომ ვინაიდან ეს ქირურგიული ოპერაცია ეხება ტიპი 2-ს. რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ ადამიანის ტიპი 2 და რა მექანიზმი გულისხმება ოპერაციაში, რა მექანიზმები ხდება ოპერაციაში? ნუ ძირითადად მე ქირურგი გახლავართ და ქირურგიულ თემატიკას მოვყვებით, ეს ენდოკრინოლოგების თემატიკა განსხვავება დიაბეტით, მაგრამ ხალხში ასეა, მეც მარტივენით მინდა გითხრათ ზოგადად, რომ აი თანდაყოლილი და შეძენილი. ნუ თანდაყოლილი ეს ტიპი დიაბეტისაც პირობითი არასაკურველია, მაგრამ ძირითადად ეს ამ ტიპის დიაბეტი ახალგაზრდა ასაკი ყავს არჩეული და დაახლოებით 25-30 წელის განმავლობაში, რომელსაც გამოულინდებათ 99% პირველი ტიპის დიაბეტის მატარებელი გახლავთ და მის შემდეგ რომელიც არის ეს დიაბეტი ძირითადად ტიპი 2-ს, თუმცა არის კიდევ სხვადასხვა ფორმა, თქვენთ ჩვენ ზუსტად რომ დავსვათ 2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი, უამრავი ხალხი არის მოსული, რომ მე მაქვს ნამდვილად 2 ტიპი, მე ეს ვიცი, ექიმ ასე მითხრა, მაგრამ ჩვენ ზუსტი და სრული პასუხი გვაინტერესებს და ამისთვის ჯერჯერობით სისხლს ამ წუთა სტრასბურგში ვაგზავნით, რომელიც უტყუარად გვეუბნება და ცოტა ხანში იგივე ლაბორატორია ჩვენთანაც გვექნება საქართველოში, უბრალოდ ამიერკავკასიაში და საკუთარი ძალებით შევძლებთ სრული ზუსტი დიაგნოზის დასმას. ტიპი 2-თან დაკავშირებით, მე შემისწორეთ თუ რა შემეშლება, ანუ ინსულინის გამოიმუშავებს ორგანიზმი, მაგრამ ვერ ხდება მისი წაკითხვა, ხო და შემდეგ გარედან ხდება თქვა ჰორმონების დამატება შემთხვევაში. ამ ქირურგიული ჩარევის დროს ხდება უშუალოდ რაღაცის ამოჭრა, გადანაცვლება, აი რა ტიპის მექანიზმზეა საუბარი, რომ იცით როგორ გავაკეთოთ, მაშინ მე შევეცდები რომ მოკლე ექსკურსი გავაკეთო. საერთოდ მეტაბოლური ქირურგია დიდი ხანი არ არის რაც ჩამოყალიბდა მსოფლიოში, მაგრამ თვითონ მეტაბოლურმა ქირურგიამ თავისი ადგილი უკვე დაიკავა. მაჩვენებელი ამისა, რომ მეტაბოლური ქირურგია ყველა ქვეყანაში ფეხს იკიდებს, არის ის, რომ ეხლა ამ წუთას რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავხდით მსოფლიო კონგრესზე ინგლისში, ლონდონში, მეტაბოლური ქირურგიის, მეტაბოლური ენდოკრინოლოგების შედეგები მოვისმინეთ და ჩვენი ასე ვთქვათ, სიტუაციით თქვით, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ გამოცდილებასაც ვთვლობთ უკვე. და ამდენად ეს მეტაბოლური ქირურგია ახალ ფეხადგმულად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში, ახალ დანერგილად ასე ვთქვათ, ამიტომაც ყოველთვის საქართველოშიც მეტნაკლები ორჯოფობით შეხვდნენ, მაგრამ საქართველოს მოგხსენებათ მთელი მსოფლიო არ არის, მთელი მსოფლიო ავანგარდი, მსოფლიო მედიცინის ამერიკა გახლავთ, ევროპა და მეზობლები ქვეყნები თურქეთი, რომლებიც რამდენიმე ქვეყანა. კი, რასაკვირველია, ამ წუთას მეტაბოლური ქირურგია ოპერაციები სამ ტიპად არის დაყოფილი. ასე ვთქვათ, მარტივი, გასაგებიანით მინდა ვთქვა, მარტივი, საშუალო და უფრო რთული. ნუ ყველაზე კაი შედეგები რასაკვირველია ამ რთულ ოპერაციას აქვს პროცენტულად და ამას ჯერჯერობით მხოლოდ 14 ქირურგი ფლობთ, ასე ვთქვათ, დიაბეტის ოპერაციაზე არის საუბარი. დიაბეტის ოპერაციებზეა საუბარი. რომელიც არის ერთგვარად მესამე ამ სხვადასხვა კატეგორიის ოპერაციებს შორის? არა, მე ხელახლა გავეს 3 ტიპის ოპერაცია ეკეთება, ასე ვთქვათ, მარტივი, საშუალო და უფრო რთული. და ნუ რთული ტიპის, მაგიტომაც ასე ვთქვათ, კონკრეტულად ხაზგასმით იქნა ინგლისში ეს ნაჩვენები, რომ ყველაზე კაი შედეგები დავუშვათ ამ ტიპის, ბოლო ტიპის ოპერაციას აქვს, მაგრამ თავისი სირთულის გამო ასე ვთქვათ, მხოლოდ მცირე ნაწილი აკეთებს და ჩვენც ამაყები ვართ ამით, რომ საქართველოს ავანგარდში იდგა ამ ტიპის ოპერაციების, იმიტომ რომ როდესაც დავიწყეთ სულ 6 ქირურგი აკეთებდა ამ ტიპის ოპერაციებს. ეხლა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და
ჩვენთან სამწუხაროდ საკვარისად ბევრმა ქვეყანამ რაოდენობრივადაც გაგვასწრო ამ მასში ჩვენთან ერთად ვინც დაიწყეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქვეყანა არ არის დაუშვათ ჩვენი ქვეყანა ავანგარდში თავისი ეკონომიკური საშუალებებით, მდგომარეობით. მაგრამ ის რომ სოფლიოს მასშტაბით ამ 14 ექიმში რასაკვირველია ჩვენ არა, ერთ-ერთი ისე ხამშტუთას ახლა დაუშვათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც არის დაუშვათ სადაც არ კეთდება და ჯერ ვერ დაიწყეს, ძალიან დიდი ქვეყნა არც მინდა ჩამოვთვალო, იმიტომ რომ ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბური ქვეყნები. ახლა თურქეთის ავანგარდშია მედიცინის დღეს ამ რეგიონში, ევროპაშიც და კონკრეტულად ძალიან სახელმწიფოც გვერდში უდგას, ასე ვთქვათ, უფასოა. იაპონიამ სრულად ამოიღო გაიდლაინებში შეიტანა ამ ტიპის ოპერაციები და საკმარისად წინ გადადგმულ. ჩვენ შევხვდით ამ ხალხს, ასე ვთქვათ, ინგლისში და ჩვენი სიტყვაც უთხართ, ასე ვთქვათ. მოდი დაუშვათ შევიდეთ საოპერაციოში. აი რა ხდება? კი ბატონო. გავჭერით და აი ეს ტიპის ოპერაცია დაუშვათ ტოპ ოპერაცია, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი კლასის ოპერაცია სულ 5 ეტაპისგან შედგება და ჩვენი ძირითადი მიზანი ამ ოპერაციის ის კი არ არის რომ დაუშვათ პანკრეას შევეხოთ, პანკრეასი ამოუჭრათ ან რაღაც. არა. ჩვენ ვახდენთ იმ ფაქტობრივად ნაცლავური ფაქტორი სიტყვაზე მოკლედ ინგრეტინების ამუშავება, ინსულინის მაგვარი ფაქტორი არის აღმოჩენილი ნაწლავებში, რასაც აი ჩვენი ოპერაციით ვახდენთ სიტყვაზე ამ ფაქტორის გააქტიურებას და იგივე შედეგის მიღწევას, რაც გინდა ინსულინი გაგეკეთებია, მაგრამ ამას თვითონ ამ ფაქტორს ორგანიზმი გამოიმუშავებს და თვითონ შედეგი რასაკვირველია იგივეა. ეხლა აი ჩვენთან ერთად ხამასწინათა ჩვენ შეხვედრით ის აქტიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს ენდოკრინოლოგებთან, ბატონი რამაზ ყურაშვილი ეროვნული ცენტრის მანაც იცის ახლა ეს გვერდში გვიდგას და ძალიან ურთიერთობს ჩვენთან და თვითონაც იცის რომ და შეხვდეთ რომ აი თურქეთი მაგალითად დასაწყისშივე აკეთებს ამ ოპერაციებს პრევენციის მიზნით, სანამ გადავა ადამიანი ინსულინის კეთებაზე დასაწყისშივე იწყება და შედეგებიც რასაკვირველია გაცილებით უკეთესი აქვს. და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მას, რომ ეს ამ ტიპის ქვეყნები, ავანგარდში მყოფი ქვეყნები აქვს საშუალება პაციენტების ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით შერჩევისა. და სამწუხაროდ ახლა ჩვენს ქვეყანაში ის დაუშვათ ის ეკონომიური მდგომარეობა ძალიან ბევრს განსაზღვრავს და ვართ ძალიან შეზღუდულები მხოლოდ იზეკეთებს ვისაც ეკონომიური ასე ვთქვათ შესაძლებლობა არანაირად აი ჩვენს ჯერჯერობით რასაკვირველია ჩვენ ახლა სამინისტრო დაგვირდა ასე შეხვედრა ანუ მუშაობა მიდის თორე პირველი ოპერაციების გაკეთდა ერთი წლის და რამდენიმე თვის წინ და წელია ვთქვათ მიდის მოლაპარაკება ვთქვათ და ახლა მე არ მინდა ისე გაგებული იქნას რომ 100%-იანი დედამიწის ზურგზე არ უფალი მარტო ხომ 100%-იანი რასაკვირველი არაფერი არ არის. ყველა ოპერაციას არა მარტო დიაბეტის, არამედ ნებისმიერი სხვა ტიპის ოპერაციას აქვს თავისი გარკვეული პროცენტით გართულება, შედეგიანობის მხრივ რა, მაგრამ ხაზგაზმით არის აღნიშნული ყველა ცალკეული ქვეყნების მონაცემებით, რომ ამ ტიპის ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია გარკვეული დოზით შაქრის ციფრები იყოს მაღალი, მაგრამ ის ცვლილებები, რაც ცვლილებებსაც შაქრიანი დიაბეტი იწვევს, პრაქტიკულად ეს სჭირდება. ეს არის ამერიკელების მიერ მორფოლოგიურად დადასტურებული და ამდენად ადამიანს მეტნაკლებად 7 სიბერის იმედი უნდა ქონდეს დიაბეტის გართულებებიდან გამომდინარე. ბატონო მამუკა, საშუალო ღირებულება რა არის ამ ოპერაციის შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მაყურებელს ასეთი 20000 ლარი, რომელიც არავითარ დაზღვევით არ იფარება. გაცილებით ნაკლები გვინდოდა, იმიტომ რომ უცხო ქვეყნებში აღარ გეტყვით, ახლა გაცილებით ძვირი ღირს. მე ვიცნობ დაუშვათ გერმანიაში გაკეთებულ ხალხს, თურქეთში გაკეთებულ ოპერაციებს. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს, გამიგეთ, ჩვენ შეხა ინტერნეტი ისეთი რამეა, რომ ნებისმიერ წუთას შეგიძლიათ ჩვენ ვიცნობ ძალიან კარგად ამ ოპერაციების დამფუძნებელს ვინც თქვათ მოიგონეს ეს ოპერაციები, ვინც დანერგეს
ვინც არის ახლა დღეს ლიდერი ყოველ დღიური არა, მაგრამ ყველა რთული შემთხვევები ერთად განიხილება, ერთად ვართ და ამდენად თუმცა დავაზუსტებ აი ამ თანხის გადახდის შემდეგ თუ კი ადამიანს აღმოჩნდა თანდაყოლილი დიაბეტი, აბსოლუტურად აი ცხოვრების სტილი, რომელსაც ქვია დიაბეტთან ერთად ცხოვრება, ეცვლება მას და ძირითადი სიმპტომები. თანდაყოლის რას ეძახით უკაცრავად შეძენილი უბრალოდ შეძენილი და არა თანდაყოლილი. ხო, ამ ოპერაციის თემა ის არის, რომ რეაბილიტაცია, ანუ გამოჯამრთელება, ანუ სრული მეხსიერების უჯრედულ დონეზე აღდგენა დაახლოებით 2 წლის შემდეგ ხდება. დასაწყისში იყო 6 თვე, შემდეგ 1 წელი, მაგრამ ამ ბოლო მონაცემებით ჩვენი ლონდონიდან ჩამოტანილი ციფრებით დაახლოებით 2 წელი ჭირდება, ასე ვთქვათ, გამყარებას, მყარი რეზულტატის მიღებას, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ცვლილებები, გარკვეული ერთი პერიოდი მომატება, დაკლება, მერყეობა, ასე ვთქვათ, მაგრამ საბურო შედეგები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში დგება. ბოლო შეკითხვა ჩვენი დრო იწურება, ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ, ასაკსა აქვს მნიშვნელობა თქვა ბავშვებთან ხო, ეს პრობლემა ბავშვებში მე წერან გითხარით, დიახ, ბავშვებში მოგახსენეთ, რომ არის ძირითადად პირველი ტიპის დიაბეტი და დამერწმუნებით მსოფლიო მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრაზეც და მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე მიდის რომ პირველ ტიპსაც თქვა ქირურგიული ჩარევით მოხდეს. კი, მიდის საკმარისად მუშაობა, ასე რომ უიმედოდ არ უნდა ვიყოთ ამ ტიპის დიაბეტზეც და რამოდენიმე ხანში ესაც იქნება, მაგრამ იცით რა, ყველა პაციენტი აქ განეხილება, ხა მე რომ მიყურებ, ჩემს უკან გუნდი დგას ჩემი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველა თითოეულ პაციენტს ვიხილავთ, ასე ვთქვათ, სამჭაულოზე გავუნდა, გვაქვს დადებითი, უარყოფითი და ასე მთელი მონაცემები. ასაკიც ახლა უშუალოდ 2 ქულიანი შეფასება, როცა ვთქვათ 50-60-65-დან ვთქვათ 40-დან იმას 1 ქულა აქვს ასაკს გადაცილებული და უშუალოდ ჩვენ 73 წლის 75 წლის პაციენტიც საკვავს, ასე ვთქვათ. ეს მინდა და მეკითხოს მინუსად დაუშვათ, მინუსად რასაკვირველია ახლა ასაკს ანუ რაც ადრე გაიკეთებს ადამიანი. ანუ ყველაზე საუკეთესო რეზულტატები მიიღება საწყის ეტაპზე. საწყის ეტაპზე, როცა ახალი დაწყებულია ეს დიაბეტი და ჯერ დაუშვათ ინსულინი. თუმცა ყავს 16 წლის ინსულინ მაკეთებელი ადამიანი, რომელიც აღარ იკეთებს ამას და ძალიან ბედნიერია და ჩვეულებრივ სიუჟეტში ვნახეთ ერთი ადამიანი. არა, ნუ ის ინსულინის მაკეთებელი არ იყო სხვათა შორის, ვინც ნახეთ. ხო, მაგრამ რაღაც ტიპის მედიკამენტებს ეკეთებოდა და მაგრამ ის საერთოდ ანუ შესაძლებელია თქვათ ინსულინის მაკეთებელს ერთი ტიპის რომელიღაცა მედიკამენტი დარჩეს პერორალ ტაბლეტირებული ფორმა. აი მრავალი შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ რეალურად ის გართულებები, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის გართულებები, რომელიც მას სიბერეში ელოდება მოხუცებულებაში სიტყვაზე, რეალურად ამისგან დაცული იქნება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, იმიტომ რომ რაც გუშინ თქვა წარმოუდგენელი იყო და ფიქრით თქვა ქირურგიული მეთოდით მკურნალობა ფაქტიურად თითქმის განკურნება დიაბეტი ტიპი 2-ისგან დღეს შესაძლებელი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ჩვენთან მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. მეთოდი, ხო. ერთ-ერთი. მე იმას კი არ ვიტყვი, რომ არსებობს მედიკამენტური მკურნალობის ეს მეთოდი და არსებობს, ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მედიკამენტური თერაპია რაღაცნაირად დაჭა. არა. არსებობს 2 ალტერნატიული არის ერთი და მეორე, ორივეს, მაგრამ იმის მიხედვით, რომელს ამოირჩევს ადამიანი რასაკვირველია, თორემ მე კონკრეტულად ვიძახე, როცა თითოეულ ადამიანს ვიხილავთ, ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევებში გვირჩევია ისევ მედიკამენტური მკურნალობა გაეგრძელებინა. ეს ძალიან მკაცრი კრიტერიუმების ქვეშ გადის, მკაცრი წნეხის ქვეშ ასეთი პაციენტების საოპერაციომდე მისვლა არის ძალიან ძნელი. შესაძლებელია 2-3 კვირა ერთი ანალიზიც რო არ მოგვეწონოს, ის ოპერაციაზე ვერ გავა. აი ერთიც რო არ მოგვეწონოს, ძალიან მკაცრი კრიტერიუმებს გადიან. დიდი მადლობა. მადლობთ. შევეცადეთ რომ მიგვეწოდებია ეს ინფორმაცია და წარმატებას გისურვებთ პირველ რიგში და რა თქმა უნდა თუ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან ვისაუბრეთ ამ დაზღვევების თემაზე ძალიან კარგი იქნება და ყველანაირი ხელშეწყობა აი ნამდვილად წინწავთ ძალიან ქართული მედიცინა ავანგარდში. ძალიან დიდი მადლობა. მსმენელს გავახსენებ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი მამუკა გონჯილაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჩვენ საუბრობდით დიაბეტი ტიპი 2-ის ქირურგიულ მკურნალობაზე.